და საერთაშორისო ახალი ამბები მოსკოვში პირველი კომენტარები გაკეთდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. რუსი დეპუტატები ევროპელებს რუსოფობიაში ადანაშაულებენ და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ და არასამართლებრივ ნაბიჯად აფასებენ. დუმაში დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთის ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს, რათა სასამართლომ დარჩენილი სარჩელები წარმოებაში მიიღოს. Это политизация. ეს არის ამ პრობლემის პოლიტიზაცია. იმისათვის რომ ჩვენ ამის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არ გვინდოდა, ამიტომაც მივმართეთ ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს, რადგან პოლიტიკურ საკითხებზე კი არა, აქცენტი იურიდიულ მხარეზე გადაგვეტანა. აქ ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ უარი თქვა პოლიტიკური მოტივით, რითაც ეჭვგოჭდება მისი კომპეტენტურობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ფიქრობ, ევროსაბჭო სერიოზული მოქმედი ორგანიზაციაა. სწორედ ამიტომ ევროსაბჭო უარს იტყვის ასეთ სამარცხვინო პრაქტიკაზე, როცა ის იღებს რუსოფობიურ გადაწყვეტილებებს. ევროპულმა პოლიტიკურმა ელიტამ უნდა გაიგოს, რომ რუსოფობია ეს არის მძიმე ავადმყოფობა, რომლითაც ევროპელი პოლიტიკური კლასი დაავადებულია. რაც უფრო დიდხანს გრძელდება მკურნალობა, მით უფრო მეტია შანსი, რომ შექმნათ თავისუფალი დემოკრატიული Делать это не первый раз. ეს შემთხვევაც და სხვებიც ადასტურებს იმას, რომ ძნელია მიიღოს ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე. ევროსასამართლო ეს ის ორგანიზაციაა, სადაც რუსეთი წარმოდგენილია როგორც თანადამფუძნებელი. ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი ყველა დოკუმენტზე. უყვავს სისრულეში ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო. ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ პოლიტიკური შეხედულებები მეორე ხარისხოვანი იქნებოდა, ან საერთოდ არ იქნებოდა. ამ შემთხვევაში კი ჩვენ საქმე გვაქვს არაერთ, არამედ მთელი გადაწყვეტილებების სერიაზე, რაც ძალიან სამწუხაროა.